ამ წუთებში დადიანის ქუჩაზე სახანძროს ბრიგადები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით ჭერის ჩამონგრევის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, შენობის პირველ სართულზე ავერსის აფთიაქი მდებარეობს. ჭერი სწორედ იქ ჩამოინგრა. რამ გამოიწვია შემთხვევა და რა ხდება ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე? ნუცა ბახუტაშვილი არკვევს დეტალებს, ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება, ნუცა გისმენთ. ჯერ გიორგი, ჩვენ ვიმყოფებით დადიანის 2 ნომერში, სადაც დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა შემთხვევა. მე ახლა კადრში გაჩვენებთ, რა ვითარება არის ადგილზე. ამ წუთებშიც მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე მობილიზებული არის ასევე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. კორპუსიდან, სადაც საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ცოტა ხნის წინ ჭერი ჩამოინგრა, მოსახლეობა სრულად არის გამოყვანილი და ევაკუაცია დროულად მოხდა. საფთიაქო ქსელი ავერსი მდებარეობს ამ კორპუსის პირველ სართულზე, სადაც ჩამოინგრა ჭერი, როგორც მოსახლეობა გვიყვება პირად საუბრებში. ამ საფთიაქო ქსელში მიმდინარეობდა სამუშაოები, მუშაობდნენ, არემონტებდნენ აღნიშნულ ფართს და სწორედ მუშები არიან დაშავებულები, 2 ადამიანი დაშავდა მსუბუქად და ისინი ამ დროისთვის უკვე კლინიკაში არიან გადაყვანილები. როგორც ფორმულას ეუბნებიან, მათ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება და მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მოსახლეობა ასევე გვიყვება იმასაც, რომ აღნიშნული კორპუსი არის ავარიული და სახიფათო იყო ისედაც აქ ცხოვრება, თუმცა როგორც ჩანს, იმ სამუშაოებმა, რომელიც ავერსის საფთიაქო ქსელში მიმდინარეობდა, გამოიწვია ის, რომ ჩამოინგრა პირველი სართული და როგორც ამბობენ, სამუშაოების შედეგად აქ მომუშავე ადამიანებმა საყრდენ კედელს შეუქმნეს პრობლემები. შესაძლოა სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ჭერი ჩამოინგრა და ხედავთ ახლა კადრში რა ვითარება არის. როგორც გითხარით, მოსახლეობა უკვე გაყვანილი არის და ევაკუირებულია სრულად. ადგილზე მუშაობენ როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული შემთხვევის ადგილი. აქ მოქალაქეებს, მათ შორის არც მედიის წარმომადგენლებს გადასვლის შესაძლებლობას არ გვაძლევენ. შესაბამისად, ეს არის მაქსიმალური ხედი და ვითარება, რაც შეგვიძლია ჩვენ მაყურებელს უთხრათ. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ჩვენ აქ თბილისის მერიის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც წესით პროტოკოლის მიხედვით უნდა შეისწავლონ აღნიშნული შემთხვევა და შესაბამისი დასკვნა უნდა მოამზადონ. როგორც მოქალაქეები ამბობენ, მსგავსი სამსახურის წარმომადგენლები ჯერ აქ არ გამოჩენილან, თუმცა ელოდებიან რა პასუხი ექნება მუნიციპალურ სამსახურს იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის ცენტრში დადიანის 2 ნომერში პრაქტიკულად ჩამოინგრა დღის საათებში საცხოვრებელი კორპუსის ჭერი, რომელიც არის სრულად დასახლებული და იმყოფებოდნენ აქ ადამიანები.